როგორ მოვიციოთ ჩვენი თავი, როგორ აღმოვაჩინოთ ჩვენში ის ძალები, რომლებიც ცხოვრებისეულ გამოწვევებთან მიმართებაში გაგვხდის კონსტრუქციულს და წარმატებულს, აი ჩვენ ამის შესახებ ვისაუბრებთ. რადიო იმედის სტილის არხის ეთერშია ფსიქოლოგ ნანა ჩაჩუას რადიოთერაპია. ყველას მოგესალმებით, მე დაგიბრუნდით გადაცემით რადიოთერაპია ნანა ჩაჩუასთან ერთად. როგორც ყოველთვის დღესაც ძალზედ საინტერესო თემაზე ვისაუბრებთ. კანონი და საზოგადოება, პრობლემები კანონთან მიმართებაში, ქართული ხასიათი თუ კაცობრიობის დამოკიდებულება, რატომ გვიჭირს კანონის დაცვა, რატომ ვაპროტესტებთ კანონს, რა ფსიქოლოგიური ფაქტორები ერთვება ამ პროცესში. გაბატონი ნანა ჩაჩუა გვესაუბრება ამ თემაზე. მოგესალმებით. მოგესალმებით ნინო და მივესალმებით ჩვენ რადიო მსმენელებს. უპირველეს ყოვლისა მოგიკითხავთ. მადლობა. ჯანმრთელობას და ბატონ თეგის ცერცვადეს ვსურვებ ჯანმრთელობას ჩვენი იმედი არის და საზოგადოება დიდი იმედებით შეყურებს ჩვენს ექიმებს და ჩვენს დღევანდელ დღეს. გაბატონ ნანა მოგიკითხავთ თქვენ როგორ ბრძანდებით? მე უკეთრიდო დაამარცხეთ კორონავირუსი. მე მგონი ძალიან კარგი მოხარული ვარ და იმედია რაღაც გარკვეული პერიოდის მერე უკვე სტუდიაშიც გიხილავთ. გაბატონ ნანა, ძალიან საინტერესო ხო და აქტუალურ თემაზე ვისაუბრებთ ჩვენ კანონი და საზოგადოება. მოდით უპირველეს ყოვლისა ჩვენს მსმენელს ვუთხრათ თუ რამდენად მნიშვნელოვანია იყო კანონ მორჩილი, ხო? და შემდეგ უკვე ჩავშალოთ ეტაპ-ეტაპ. გისმენთ? კეთილი, დიდო, ძალიან მნიშვნელოვანი არის ადამიანის არსებობა ამ სამყაროში, ხო? იმიტომ ადამიანი არის ერთადერთი არსება, რომელიც არის საზოგადოებრივი არსება. ანუ ის იღებს პასუხისმგებლობას არა მხოლოდ საკუთარ თავზე, არამედ საზოგადოებაზე და ბუნებაზე, რასაკვირველია. ამიტომ ადამიანის საზოგადოებრივი თანაცხოვრება ითვალისწინებს აუცილებლად მინიმალურ წესების დაცვას, რომელიცაც უწოდებენ ზოგადად საერთოდ ნორმატიულ ნორმებს, ანუ იურიდიულ კანონებს. ეს იურიდიული კანონებზე ამაზე ერთხელ ჩვენ ვისაუბრეთ რადიო გადაცემაში მითი. მაგრამ ამაზე ახლა შორს აღარ გავყვები, ამაზე მითიც არის ძალიან საინტერესო. რომ აი რა მნიშვნელობა აქვს საერთოდ კანონს. იქ სადაც კანონი იქნება უგულვებელყოფილი, ადამიანთა სიმრავლე გადაიქცევა ჯოგად. აი ბრბოც კი არა, ჯოგია უკვე. და ამ ჯოგს, რომელსაც ბიოლოგიური კანონები განსაზღვრავს, ისიც კი კარგება იმ შემთხვევაში, როდესაც ადამიანი ნორმატიულ კანონებს დაკარგავს. ჯოგს თავისი კანონები აქვს, გლის ხრობას თავისი კანონები აქვს, ფრინველების გულს თავისი კანონები აქვს მოძრაობის, ხო? და ადამიანები კანონის გარეშე უკვე იმ ჯოგის კანონსაც კი კარგავს. აი იმდენად რთული არის ადამიანის კანონ გარეთ გასვლა. მე აი ამ დღეებში მოვისმინე ეს რომ აი რადგან მე თვითონ კოვიდ ინფიცირებული გახლავართ უკვე გამოსული მდგომარეობიდან, მაგრამ ჯერ კიდევ საავადმყოფოში ვიმყოფები. ხო და ძალიან თვალყურს ვადევნებ იმ დამოკიდებულებას, რომელიც არის დაკავშირებული პირბადეების გამოყენებასთან. და რომელიც არის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციიდან რეკომენდირებული და ეს არ არის მავანის და მავანის ვინმეს დაუშვათ სურვილი ახირება და ასე შემდეგ. და დაუწესებიათ ჯარიმა 20 ლარი. და ამასთან დაკავშირებით ნინო განცხადება გაკეთდა გადაცემებში, ჟურნალისტებიდან, ტელევიზიიდან, საზოგადოების გარკვეული ნაწილიდან, რომ ესო მოსახლეობას ძიმედ დააწესა. რომ 20 ლარი. იცით რა არის, ყველა მინდა გაიგონოს კარგად. არც ერთი კანონი არ არის იმისათვის, რომ ვინმე დაისაჯოს.
კანონის არსი არ არის ვინმეს დასჯა. კანონის არსი არის რომ ეს არ ჩაიძინო. გაფრთხილება. კანონი არის პრევენცია. თუ შენ ამას გააკეთებ, მიიღებ ამ სასჯელს. შენი არჩევანია. ოცლარს გადაიხდი, ავად გახდები, ცუდად იქნები, სასიკვდილო სარეცელზე გაწვევი, თუ ჯანმრთელად დარჩები. აი ამ არჩევანის წინაშე დგომა, აი ეს მიაჩნიათ და ვინმეს ხელისუფლებას თუ ვინც ეს დააკანონა თუ რაღაც საყვედურობენ რომ ძალიან დიდ ტვირთად დააწმება 20 ლარი. ძალიან მარტივია, თუ არ დავარღვევთ ამ კანონს, 20 ლარს არ გადავიხდით, ხო? შესაბამისად არ დააჯარიმდებით. მარტივია ძალიან. და ეს ხაზგასმის თქვა, არც ერთი კანონი არ არის იმისათვის, რომ შენ დაისაჯო. ყველა კანონი არის იმისათვის, რომ სასჯელი აიცილო თავიდან და გაფრთხილდე. ის კანონი არის გაფრთხილება, პრევენცია, სხვა მეტი არაფერი. აბა ნახოთ იურიდიული კანონი რას ნიშნავს. პირველად იურიდიული წერილობითი კანონი ყველამ კარგად იცის. ჩვენ წელთაღრიცხვამდე მე-17 საუკუნეში ხამურაბის კანონები ცნობილი ქვაზე იყო დაწერილი, ქვაზე ხო დაწერილი და უკაცრესი იყო. და ეს ითვლება კაცობრიული აზროვნების და საზოგადოების განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ეტაპად. ქალბატონო ნანა, მნიშვნელოვან ეტაპად ითვლება. რატომ გვიჭირს კანონის დაცვა? რატომ ვაპროტესტებთ კანონს? ეს ქართული ხასიათია თუ ზოგადად კაცობრიობის დამოკიდებულება კანონის მიმართ? ქართული ხასიათი არ არის. ეს საერთოდ არის, ოღონდ მეტნაკლებად ეთნოკულტურაში არის ეს ძალიან ისე ზოგან კაფიოდ გამოხატული, ზოგან უფრო ნაკლებად გამოხატული, მეტნაკლებად. ქართველები რომანტიკოსები არიან, უფრო რომანტიული ბუნება აქვს და არტისტული ბუნება აქვს უფრო მეტად ქართველებს. და ეს ახასიათებს. ამას თავისი პლუსიც აქვს და თავისი მინუსიც აქვს, ხო? ეხლა თქვენ წარმოედგინეთ, რომ გრიგოლ ორბელიანმა ხინი ერევნის მახლობლად, ანუ დღეგრძელო დაწერა ბრძოლისთვის, ხო? არის აი ეს რომანტიული, ასე ვთქვა, დამოკიდებულება მოვლენებთან მიმართებაში. და არის უამრავი რაღაცა, რომელსაც თავისი პლუსები აქვს, თავისი მინუსები აქვს, მაგრამ აი, როდესაც პირისპირ დგები ფაქტის წინაშე, რეალობის წინაშე, აი ის რომ პირბადეთი უნდა იარო, აი ჩემ შემთხვევაში ჩემგან არავის არ გადააიღო ეს COVID. არავის. ქონდა ურთიერთობები ადამიანებთან, მაგრამ შინაც პირბადით დავდიოდი. ამიტომ არც ოჯახის წევრებს, არც ადამიანები, რომლებიც ჩემთან შემოდიოდნენ, ერთადერთი ადამიანი მოვიდა, რომელსაც პირბადი არ ეკეთა, დროის მცირე მონაკვეთში, როცა უთხარი გაიკეთა, მეთქი მერე გაიკეთა, მაგრამ მე უკვე ასე ვთქვათ, ვირუსი მივიხე, ხო? ნუ, ახლა ძალიან ბევრი რამე არის ისეთი, რომელსაც აი მაქსიმალური ყურადღება ჭირდება და აი დავასკვედი მე, რომ თუ პირბადეს ატარებს დაავადებული ადამიანი მით უბედეს, ხო? აუცილებელია ეს. არის ძალიან დიდი გარანტია იმისა, რომ არ დაინფიცირდეს მეორე ადამიანი. აი ამ წესის, აი ამ დაკანონება იმისათვის, რომ თურმე ჯარიმა 20 ლარი და ამაზე ძალიან ისეთი კომპეტენტურმა ადამიანებმა შეიძლება ამაზე გამოხატონ თავიანთი აზრი. აი ეს არის უკვე ძალიან მიუღებელი რამ.
კი ბატონო, ეს რაც შეეხება პანდემიას, რაც შეეხება არსებულ რეალობას, მაგრამ ზოგადად ხო თელია კაცობრიობის ისტორიას რომ გადავავლოთ თვალი, ხო? ადამიანების გარკვეული კატეგორია ყველგან ყოველთვის აპროტესტებს, ხო, კანონს. პროტესტის ფორმა არის განსხვავებული და რა ფსიქოლოგიური ფაქტორები ერთვება ამ დროს? არიან ადამიანები, რომ მთელი ცხოვრება აი ასე ცხოვრობენ, ხო? აპროტესტებენ კანონს, არ აქვს მნიშვნელობა ეს კანონის რომელი მუხლი იქნება, რა იქნება, ყოველთვის უკმაყოფილო არიან. ფსიქოლოგიურ ფაქტორებზე მინდა რომ ვისაუბროთ. ეს არის ინო რეალობიდან გაქცევა, თავისუფლებიდან გაქცევა. ეს არის პასუხისმგებლობიდან თავის გაქცევა და ამას ქვია ადამიანში არსებული ბავშვის როლი. არ მინდა. ადამიანს აქვს სამი შინაგანი მე. ერთი არის ბავშვი, რომელზეც ამბობს მინდა, სხვა მეტი არაფერი არ არის იქ. მეორე არის mentori, მიმთითებელი, ჭკუის დამრიგებელი და ბრძანებელი, ასე ვთქვათ, და მესამე არის რეალობის პრინციპზე ორიენტირებული დასრულის როლი. დასრულის როლი არის ადამიანის ის ერთადერთი როლი, რომელიც რეალობას ღებულობს. და ის, რომელიც გაურბის რეალობას, გაურბის ფაქტობრივ მოცემულობას, ესა ბავშვის როლი. ბავშვის როლი არის მასში. დიახ და ამ შემთხვევაში ბავშვის როლში რჩება ადამიანი მთელი ცხოვრება? არა, შეიძლება არ დარჩეს. ესა ნინო უკაცრავად კი გაგრძელე ნინო. დიახ, გესმით ჩემი ქალბატონი ნანა? კი, მესმის. და ანუ ეს ადამიანი რჩება ბავშვის როლში თუ შესაძლებელია ამ მდგომარეობიდან გამოყვანა თუ არიან ადამიანები, რომელიც რაღაცა გარკვეული თავის მიზნებია და გამიზნულად არიან პროტესტის რეჟიმში. არის რომ როდესაც შეეჯახები და შეასკდები იმ რეალობას, რომელშიც თვითონ დაგანახებს რეალობა თავს, ბავშვის როლიდან რეალობაში შესაძლებელია რა თქმა უნდა გადახვიდე და ამისი უამრავი მაგალითები არსებობს ჩვენი ცხოვრებისეული გამოცდილებიდან, როცა ადამიანი აცნობიერებს თავის მდგომარეობას და ხატრულ ლიტერატურაში უამრავია, თუნდაც ლევ ტოლსტოის ბატონი და მოჭამაკირე. ხო, როდესაც სულ სხვა მიმართულებით მიდიოდა და თურმე აღმოჩნდა ყველაზე ღირებული ამ სამყაროში ადამიანი ყოფილა. მთელი ეგზისტენციალური ფსიქოლოგია, ფილოსოფია, ლიტერატურა, ხელოვნება ამაზეა ორიენტირებული, რომ ადამიანი და სხვათა შორის იცით რა არის აი სიკვდილისა დამძრგუნველის არსი ეს არის, რომ რეალობას შეხედავ გაუსწორებ თვალებს და შენ უკვე იმაზე მაღლა ხარ, ვიდრე იყავი აქამდე და ბავშვი უნდა გაიზარდოს. ყველა ბავშვს აქვს გაზრდის საშუალება. ჩვენ შინაგან ბავშვსაც აქვს გაზრდის პოტენციალი. ქალბატონი ნანა, რეკლამის დროა ეხლა და რამდენიმე წუთში დავუბრუნდებით ჩვენს მსმენელს. კეთილი. კარგით დროებით. რადიო იმედის სტილის არხის ეთერშია ფსიქოლოგ ნანა ჩაჩუას რადიოთერაპია. მე დაგიბრუნდით გადაცემით რადიოთერაპია ნანა ჩაჩუასთან ერთად. ჩვენი საუბრის თემა დღეს გახლავთ კანონი და საზოგადოება, პრობლემები კანონთან მიმართებაში, ქართული ხასიათი თუ კაცობრიობის დამოკიდებულება, რატომ გვიჭეს კანონის დაცვა, რატომ ვაპროტესტებთ კანონს, რა ფსიქოლოგიური ფაქტორები ერთვება ამ პროცესში. ქალბატონი ნანა, საინტერესო თემაზე შევჩერდით, თუმცა სანამ განვაგრძობ დიალოგს, მინდა ილია ჭავჭავაძის წერილიდან ამონარიდი მოვიშველიო ცხოვრება და კანონი ქვეყანაში, სადაც კაცთა უფლება და მოვალეობა ნელად გასარჩევია და არ არის საყოველთაოდ განსაზღვრული ცხადად და უცილოდ იქ ხალხის წარმატება და კეთილდღეობა თუ ყოველდღე უკან არიწევს შეფერხებული ხომ არის და არისო კაც მაგოდენად ვერაშველის თურმე ვერც იკეთე ჰაერისა ვერც იმ სუქნე მიწისა ვერც შეიძლება ყოველგვარის წარმოებისა თუ კი კაცთა შორის კეთილად დადგენილი და ცხადად განსაზღვრული არ არის ურთიერთშორისო უფლება და მოვალეობა ეს ილია ჭავჭავაძის სიტყვებია ქალბატონი ნანა და სწორედ აი ამ მიმართულებით მინდა განვაგრძო საუბარი რამდენად მნიშვნელოვანია ისევ შევახსენოთ ჩვენ მსმენელს კანონმორჩილება და რამდენად მნიშვნელოვანია როგორც ილია ამბობს ურთიერთშორისი უფლება და მოვალეობა. რასაკვირველია, ილია ჭავჭავაძის ერთი გამონათქვამი გამახსენდა ახლა თქვენ. შემიძლია რომ ეს ვაი ქვეყანას სადაც მე ხშირია და
ჩვენ იშვიათიო. კანონი გულისხმობს, რომ ჩვენ იყოს ხშირი. იმიტომ რომ ადამიანი კიდევ გამიმეორებს საზოგადოებრივი არსება და ადამიანებს შორის ურთიერთობას. სწორედ კანონი არეგულირებს და თან ეს კანონი ნორმატიული არის მინიმალური მოთხოვნა. არსებობს მორალური კანონი. ნეობრივი კანონები. ნეობრივი კანონები ესა მაქსიმალური მოთხოვნა. მინიმალური მოთხოვნა ეს არის ის, რომ მე თუ მცირა შენ არ უნდა გაგხადო ქურქი. ამას დაუწერელ კანონებს ეძახიან, ხო? არის დაუწერელი კანონი. და აი ეს და მე ამას კანონი მიგზავნავს, მაგრამ მორალური იქნება, რომ შენ რომ ასაკოვანი ხარ, შენ რომ ბავშვი ხარ, შენ რომ ива შენზე რომ გული შეგვა მე გავეხადო და მე თავად ჩემი ნებით გადავწყვიტო ეს გავაკეთო. ადამიანს აქვს ძალიან დიდი არჩევანი. მორალური კანონი გაანახორციელოს რაც შეიძლება მაქსიმალურად და მას ეს მისი არჩევანია, მაგრამ მისი არჩევანი არა ვალდებულება და პასუხისმგებლობა მინიმალური დაიცვას. მინიმალური და იმაზე პროტესტის გაცხადება, იმაზე პროტესტის გაკეთება და შემდეგ ამაზე კიდევ უამრავი განსჯები და უამრავი დრო იხარჯება, რომ ჩვენ თურმე არ უნდა გადავეხადოთ ჯარიმა, იმიტომ რომ 20 ლარი ბევრია დააწევა მოსახლეობას. ხაზგასმით მინდა 1000 გზის გავიმეორო, რომ კანონი არის მხოლოდ და მხოლოდ გაფრთხილება. ნორმატიული კანონი არის მხოლოდ გაფრთხილება. ადამიანი, რომელიც ამას არ აკეთებს, მასში ამოქმედებს, მასში ფუნქციონირებს მხოლოდ ბავშვი. ისიც საკმაოდ უზნეო ბავშვი. და არა ის, რომელსაც შეუძლია, რომ მიიღოს ის ვალდებულება და ჩამოყალიბდეს და გადაიქცეს ის თვითონ ზრდასრულ ადამიანს. ადამიანს ევალება ეს მოვალეობა. აი ნეტარი ავგუსტინეს აღსარება აბა გადავხედოთ ბავშვობიდან არის ადამიანი უკვე ყველა მონაცემებით მზად იმისათვის, რომ საზოგადოებრივი თანაცხოვრების უნარები განავითაროს მან. და ეს ეხება ყველა სფეროში. ჩვენთან ყველაფერს ეხება, აი თუნდაც არჩევნებთან დაკავშირებული პროცესები როგორ არის. ესე იგი, ასეთნაირად, რომ ჯერ შეთანხმება იყო, არის კი ბატონო ეს არჩევნო კომისია, არის ეს სხვა. აი მე აღარ გავიმარჯვე, უკვე აღარ არის. უკვე აღარ არის კანონი. უკვე ეს იცით არაა სწორი. უნდა მაბაკუნო ფეხები. ამას სხვათა შორის ქვია ისტორიულობა და ჭირვეულობა. ჭირვეულობა ძალიან ქალბატონ ნანა, აი ჩაგერთვებით. და ესე ისტორიული ბუნებაა. და ქალბატონ ნანა, გესმით ჩემი? გესმით, ჩაგერთვებით, აი რაც შეეხება ისტორიულობას, ჭირვეულობას, ანუ ეს არ არის ხო მარტო დავუშვათ ქართული ხასიათი და ქართველებისთვის დამახასიათებელი. ამასობაში მე მინდა მოვიშველიო პატარა ამონარიდი ამერიკის შეერთებული შტატების 54 პრეზიდენტი ბარაკ ობამას წერილიდან ჯორჯ ფლოიდის დაღუპვის გამო მან ხო საპროტესტო ტალღის შესახებ წერილი გამოაქვეყნა და მოკლედ ესეთ რამეს წერს ობამა, რომ თუ კი გსურს რომ ამერიკის შეერთებული შტატების სისხლის სამართლის სისტემა და ზოგადად ამერიკული საზოგადოება უფრო მაღალი ეთიკური სტანდარტით ფუნქციონირებდეს, მაშინ ჩვენ თავად უნდა ვიყოთ მაგალითი ამ სტანდარტისაო, ხო? ეს სიტყვები ვფიქრობ ძალიან ყურადსაღებია, იმიტომ რომ ადამიანები მაგალითს იღებენ, ხო? ბავშვი მაგალითს იღებს ოჯახში მშობლებისგან, ხო? რაც შეეხება სახელმწიფო სტრუქტურას, ანუ ოჯახი არის პატარა სახელმწიფო ინსტიტუტი, მაგრამ ჩვენ ყველას ბუნებრივია, ეხა საზოგადოება სწორება აქვს თუნდაც იმ პოლიტელიტაზე, ხო? ის ადამიანები, რომლებიც არიან კანონმდებლები, რომლებიც წერენ კანონებს, ისინი თავად უნდა იყვნენ სამაგალითო, ხო? მე არა მარტო ჩვენ ქართულ ჭრილში განვიხილავ, ზოგადად, ხო, მთელი მსოფლიოს მასშტაბით და რამდენად მნიშვნელოვანია ზუსტად აი ეს კანონმდებლები რომ იყვნენ სამაგალითოები. დიახ, ეს არის საკანონმდებლო ორგანოში სამწუხაროდ
თავს იკლავენ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით და რაც არ აკეთებენ რომ მოხვდნენ იქ და მერე ჩვენ ხედავთ დაცარიელებულ სკამებს მთლემარე დეპუტატებს გადაღებულია რამდენჯერმე რომ აი ფილმებს ძირადღირებული ტელეფონებში რომ უყურებენ და აი ამ როლში არიან და საინტერესოა ამას უყურებს ახალგაზრდობა აი კანონის ფარგლებში როგორ ჯდება ოპოზიცია და საერთოდ ოპონირება როგორ შეიძლება იყოს ეს მეომრივ და ნორმატიულ კანონებსაც შეეფერება ნინო და საერთოდ ზოგად კანონებსაც საერთოდ ყველა მინდა იცოდეს ძალიან მინდა ესეც ყველა მიცოდეს რომ კონსტრუქციული ოპოზიცია ეს არის მომავალი ხელისუფლება. კონსტრუქციული ოპოზიცია არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეხლა მე მინდა მე არასოდეს ნეგატიური კუთხით ვცდილობ არავის მიმართ სამართი და მიმართ არ თქვა არასოდეს, იმიტომ რომ ეს ფსიქოლოგისათვის ყოველად მიუღებელია, მაგრამ აი დავით უსუფაშვილის განცხადება წავიკითხე, რაღაცა ესე ნახე და აი იმდენად კონსტრუქციული ოპოზიციის სახე იკვეთება მის პოზიციაში, რომ მე გამიხარდა. ოპოზიცია არის ძალიან ღირებული რამ ქვეყნისათვის, უღონდ კონსტრუქციული. და ოპოზიციას რომელსაც არ შეუძლია იყოს კორექტული თავის გამოთქმებში, ის ქუჩას ეკუთვნის, ის პარლამენტში აცუნდა შევიდეს. როცა ოპოზიციის წარმომადგენელი იტყვის მავანზე, ხომ არ ძმარავს მაპატიის თავგამოთქმაზე და კიდევ უფრო ვარესები, რომელსაც მე ვერასოდეს ვერ გავიმეორებ, ის ქუჩაში უნდა დარჩეს. ის პარლამენტში დიახ არ უნდა შევიდეს და უსუფაშვილისათვის, ბატონ დავით უსუფაშვილისათვის და მის თანანისათვის კარები ყოველთვის ღია უნდა იყოს. ის არის კონსტრუქციული ოპოზიცია, რომელიც ყოველთვის იცოდეს ყველამ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ნებისმიერი კონსტრუქციული ოპოზიცია არის მომავალი ხელისუფლება. და ეს არის ის, რომელსაც ქვია დაუწერელი და თუნდაც ჩვენს გულებში დაწერილი, ჩვენს გონებაში და ჩვენს შინაგან პოზიციაში დაწერილი კანონები. შეიძლება ეს კანონის სახით არ არის, რა თქმა უნდა, დაწერილი, მაგრამ ეს არის ვისაც არ შეუძლია აზრის კორექტული ფორმულირება დარჩეს ქუჩაში. მას არ ეკუთვნის პარლამენტის შენობაში შესვლის არანაირი მორალური მხარ. არაფერი მას მხარს არ დიახ, ბატონო ნანა, თუ ზოგადად გადავხედავთ ხომ თან სოფლიოს, ანუ მსგავსი მოვლენები ყველგან ხდება, არა მარტო საქართველოში, ხო? თუმცა მაინც არსი, როგორც თქვენ თქვით და ამით უკვე უნდა დავასრულოთ გადაცემა კანონისა, ხო? კანონის არსია არ არის ის რომ ვინმე დაისაჯოს. კანონი არის პრევენცია იმისთვის რომ სასჯელი ავიცილოთ თავიდან და კანონი არის გაფრთხილება. კარგი, ძალიან დიდი მადლობა ესეთი საინტერესო საუბრისთვის. სატელეფონო ხაზზე იყო ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა, ეთერში გავიდა გადაცემა რადიოთერაპია, ჩვენი საუბრის თემა იყო კანონი და საზოგადოება. რადიო ემედის სტილის არხი აგრძელებს მაუწყებლობას, ჩვენ ველოდებით ტიტო მარინაშვილის სპორტის ამბებით, 12 საათზე საინფორმაციო სამსახური გავა ეთერში და დღის არხი ნინო მეუნარგიასთან ჩემთან ერთად დაიწყება საინტერესო თემები, წინ ძალიან ბევრი საინტერესო ამბავი გველოდება, ასე რომ დარჩით რადიო იმედთან ერთად. დროებით მალე დაგიბრუნდებით. როგორ მოვიციოთ ჩვენი თავი, როგორ აღმოვაჩინოთ ჩვენში ის ძალები, რომლებიც ცხოვრებისეულ გამოწვევებთან მიმართებაში გაგვხდის კონსტრუქციულს და წარმატებულს, აი ჩვენ ამის შესახებ ვისაუბრებთ. რადიო იმედის სტილის არხის ეთერშია ფსიქოლოგ ნანა ჩაჩუას რადიოთერაპია.